მოგესალმებით, მე მარო ვარ და დღევანდელ ვიდეოში გვეყოლება ორი თაობის CLS-ი, რომლებსაც ერთმანეთთან საერთო ფაქტობრივად არაფერი აქვს. სანამ უშუალოდ მანქანებზე გადავალთ, რა თქმა უნდა წარუადგინოთ ჩვენი არხის მხარდამჭერები. ჩემი არხის გენერალური სპონსორი არის კომპანია Trust Import და ჩვენი M6 და 1 ინკოგნიტო სულ მალე იქნება უკვე ფოტოში და ამ ვიდეოს შემდეგი სავარაუდოდ ერთ-ერთი მათგანი აუცილებლად იქნება, ამიტომ თვალი ატევნეთ. ჩვენი მეორე მხარდამჭერი არის Little Georgia, რომლის დამსახურებითაც ვინ ჩემს მანქანაში ჯდება, ყველა მეკითხება ხოლმე, ვაუმარო რა კარგი სუნიერი სიარომატია. და რაც მთავარია, არ გამოგრჩეთ საწვავის გათამაშება. სოკარის 50 ლიტრის საწვავი თამაშდება ამ ვიდეოში, ამისათვის უნდა დაწეროთ ნებისმიერი სახის კომენტარი და კომენტარის დასაწერ პასუხის კითხვას მე დაგისვამთ და ზუსტად ერთი კვირის თავზე ამ ვიდეოს დადებით და გათამაშდება პირდაპირ ეთერში. პირობა არის ძალიან მარტივი, უბრალოდ კომენტარის უნდა დაწეროთ და არხით გამოწერილი უნდა გქონდეთ. ზოგადად CLS დიდი ისტორია არ აქვს. სულ რაღაც 20 წლის არის, 2004 წელს გამოვიდა მისი პირველი მოდელი, რომელსაც მართლა ძალიან განსხვავებული, განსაკუთრებული ვიზუალი ჰქონდა და ფაქტობრივად რევოლუციაც კი მოახდინა ავტოინდუსტრიაში, იმდენად თვალშისაცემი იყო მისი გარეგნობა. არა მარტო თავისი ბიძაშვილებისგან განსხვავდებოდა, არამედ ყველა ავტომობილისგან და შემდეგ იყო შემთხვევები, როდესაც ძალიან ბევრი მარკა ბაძავდა Mercedes. ეს გახლავთ უკვე მეორე თაობა, რომელიც 2011 წელს გამოუშვა Mercedes-მა და ასე თუ ისე გავს მის წინამორბედს, რომ შეხედავ, მიხვდები, რომ CLS-ის განახლებული ვარიანტი არის, მაგრამ აი ეს არის მესამე თაობა, რომელიც უკვე 2018 წლიდან გამოვიდა და შეიძლება ითქვას, რომ მართლა არანაირი საერთო არ აქვს პირველ და მეორე თაობასთან. ზოგადად ვერ ხვდები, რატო აკეთებენ ავტომწარმოებლები ესეთ რაღაცას. ანუ ამ შემთხვევაში Mercedes-ის მაგალითზე ვისაუბრებ და ვიტყვი იმას, რომ თავისი აბსოლუტურად ყველა სედანი, იქნება ეს C-კლასი, E-კლასი, CLS-ი თუ S-კლასი, ერთმანეთს იმდენად დაამსგავსა, რომ როდესაც დაინახავ უკვე ერთი შეხედვით შეუძლებელია მივხვდე, რომელ მოდელს უყურებ. წინ ცხაურა და ფარები არის ოდნავ განსხვავებული და თუ ძალიან კარგად არიცი, რომელი აქვს და კარგად არ გაქვს ნამეცადინები და დაზეპირებული, მაშინ თითქმის შეუძლებელია მივხვდე, რომელ მოდელს უყურებ, სანამ უკნიდან არ შეხედავ და წარწერას არ წაიკითხავ. ზოგადად აი როგორ ხდება ხო? აბსოლუტურად ყველა სფეროში. დროთა განმავლობაში ყველაფერი ვითარდება, იხვეწება, აუმჯობესებენ, უფრო განსხვავებული უნდათ რომ ვიყოთ, გაუმჯობესებული. ავტოინდუსტრიაში რატომღაც ყველაფერი უკუღმა წავიდა. დროთა განმავლობაში ადრე რომ დასხდებოდნენ და რაღაც მოიფიქრებდნენ რომელიმე კონკრეტული მოდელის განსაკუთრებულ ვერსიას და მთელ სულს და გულს ჩააქსოვდნენ ხოლმე, ეხლა ძალიან მარტივად დასხდებიან, ფიქრობენ, ესენი მაინც ჭამენ, ყიდულობენ და აღარ ფიქრობენ საერთოდ ერთი თარგის შექმნის და აბსოლუტურად ყველა მოდელი გამოუწეს იმ თარგზე. და რატომ? როდესაც ყავდა მანქანა, მოდელი, რომელიც იყო აბსოლუტურად ყველასგან განსხვავებული და მისაბაძი და შექმენი რა, რომელსაც არაფერი აღარ აქვს საერთოდ თავის წინამორბედებთან და ეხლა მანქანას რო ვუყურებ, ჩემთვის არის ჩვეულებრივი S-კლასი, თავისი ფარებითა და ცხაურით. დავიწყოთ ახლა ექსტერიერით, ინტერიერით, მართვისფრით, ყველაფერი შევადაროთ ერთმანეთს და ვნახოთ ზოგადად რა შეიცვალა ამ ორ ავტომობილს შორის, ამ ორ თაობაში. დავიწყებთ ცხვირით. აი თუ დააკვირდებით ზოგადად ძველ CLS აქვს უფრო წვეტიანი ცხვირი, რაც აეროდინამიკისთვის არის ძალიან კარგი გადაწყვეტილება. ასევე ფარები, უფრო გაწელილი, უფრო დიდი ფარები, ამასაც და მის წინამორბედს. წინამორბედს საერთოდ ძალიან ლამაზი ესეთი მოკუთხებული ფარები ქონდა და აქაც შენარჩუნებული აქვს დაახლოებით იგივე სტილი. აი ახალს რაც შეეხება, ფარები არის უფრო დაწვრილებული, წინ ცხვირი აღარანაირი წვეტი აღარ არსებობს, ესეთი გლუვი, სწორი ცხვირი აქვს, ზუსტად ისეთი, როგორიც აქვს აბსოლუტურად ყველა Mercedes-ის ახალ სედანს უკან. იგივე შეგვიძლია ვთქვათ უკან. უკანა ნაწილი ზოგადად CLS-ში იყო, როგორ თქვა, სავიზიტო ბარათივით იყო რა, იმხელა ფარები ქონდა ესე გვერდზე კარგად გაწელილი დიდზე, რომ მისი შეხედავდი თუ არა, აი ცალი ფარიც რომ დაგენახა და ზოგადად ძალიან ბევრ მანქანაში ოდესღაც ეგრე იყო. სულ რაღაც ცალი ფარის დანახვა იყო საჭირო იმისათვის რომ გეთქვა რა მოდელი იყო. აი აქ არის ზუსტად ესე. მის წინამორბედსაც, ანუ პირველ თაობასაც და მეორე თაობასაც აქვს ზუსტად აი ესეთი უკანა ნაწილები და ეხლა შეხედეთ ახალ CLS. აი საერთოდ აღარაფერი აღარ აკავშირებს ამ მანქანას რო ვუყურებ უკანა მხრიდან, ეგრევე GT და GTS-ი მახსენდება. სხვა არაფერი. უკან რო წარწერა არ გქონდეს, შეიძლება თუ ძალიან მახვილი თვალი არ გვაქვს, ვერც მიხვდე, რომ CLS-ზე არის საუბარი. ანუ ამით იმის თქმა კი არ მინდა, რომ მანქანა დაამახინჯეს ან რაღაცა, ანუ მაგას ამ მანქანაზე ფიზიკურად ვერ იტყვი, იმდენად ლამაზია და იმდენად თანამედროვე, მაგრამ ცუდი ის არის, რომ ინდივიდუალიზმი დაუკარგეს თავიდან ბოლომდე. შექმნეს ისეთი მოდელი, როგორიც უკვე 5 მაინც ხავთ.
და ძალიან ცუდი გადაწყვეტილებაა და მე ვერ ხვდები რატო და მოდი თქვენ აი კომენტარის დასატოვებელ შესაძლებლობას დაგიტოვეთ თქვენი აზრით რატო მოიქცა Mercedes-ი ესე და რატო დაამსგავსა აბსოლუტურად ყველა სედანი ერთმანეთს აი ეხლა ცოტა ისეთ შედარებას მოვიყვან რა ზოგადად გოგოებმა ვიცით ხოლმე ესეთი რაღაც რომ ხშირად გარეგნობაში ისეთ ჩარევას ვაკეთებთ ტუჩი ყრიმალები ასე შემდეგ და ასე შემდეგ პლასტიკურ ქირურგიას გულისხმობ რომ მერე ყველანი ერთმანეთს ემსგავსებიან ხოლმე აი ესეთი რაღაც მოხდა დაახლოებით ანუ ინდივიდუალიზმი დაკარგა და აბსოლუტურად ყველას აქ ერთნაირი ცხვირი ერთნაირი ტუჩი ერთნაირი საჯდომი და ასე შემდეგ მოდი ახლა სტანდარტულ ტესტ-დრაივებში როგორც ვაკეთებთ ხოლმე ამ ორი მანქანის შემთხვევაშიც უკან სავარდელზე ჩავჯდეთ და მგზავრის ამპლუაში ვნახოთ როგორია და რამდენად კომფორტული ისე ცელეს ისე ძალიან მომწონს რომ წინაც და უკანაც აი აქ ჩარჩო არ აქვს და მხოლოდ კარი იღება დავჯექი უკან სავარძელზე სიმართლე ითქვას აი აქ ჭერის საკმაოდ დაბალია ზოგადად ეს არის 4 კარიან კუპედ მოიხსენიება და ფორმაზეც მიხვდებოდით ისეთი კალისებრი ფორმა აქვს ეს სხვა შორის კარი იქნეს რომ შენარჩუნებული აქვს ყველა თაობაში აი აქ ჩემზე ოდნავ მაღალი ადამიანისთვის უკვე ძალიან პრობლემა იქნებოდა აქ დაჭდები იმიტომ რომ ძალიან ცოტა ადგილი არის დარჩენილი და აი 1.80 ადამიანი უკვე აი ესე იჯდებოდა და ძალიან დიდი დისკომფორტია როგორც ხედავთ, უკანეს სავარძელი გათვლილია მხოლოდ 2 ადამიანისთვის. აქ არის განთავსებული სათავსოები, საკმაოდ დიდი, ბარი, ჭიქის ჩასადები, საფერფლეც კი, მიუხედავად იმისა, რომ უკვე მივედით განვითარების ინტენსივზე, რომ მანქანაში არავინ აღარ ეწევა და დამტენი სივრცე. იცი არის ზოგადად შუა ადგილი იმდენად არაკომფორტულია იმის გამო რომ აქ კარდანია განთავსებული და ამოწეული ადგილია რომ ფაქტობრივად უფუნქციოდ რჩება ხოლმე თუმცა მაინც ცოტა დისკომფორტია გაჭირვებაში აი აქ ადამიანის დასმას ვერ მოახერხებთ განსხვავებით იმ მანქანებისა რომელსაც აი ეს ნაწილი არ აქვს მაგრამ ამ მანქანაში ალბათ უკან 2 ადამიანზე მეტი მაინც საჭირო ნაკლებად არის იმიტომ რომ ეს თვითონ სპორტული მანქანაა და არც უყვართ ხოლმე მძღოლებს როდესაც უკან 2 ადამიანზე მეტი უზით. საკმაოდ კომფორტული უკანა სავარძელი აქვს, კარგად არის გზავრის ანატომიაზე მორგებული და გზავრით საკმაოდ ისიამოვნებს ამაში. მოდი ახლა ნახოთ ეს მანქანა როგორია გზავრისთვის და რამდენად კომფორტული. ეს კიდევ უფრო მეტად დაბალია. ანუ აქ გაჭიმოც აღარ მჭირდება კი როგორც გავიჭიმები, იმიტომ რომ ფაქტობრივად თავზე მადავს უკვე ჭერი და ჩემზე მაღალი ადამიანისთვის წარმოუდგენელი იქნება აქ მგზავრობა და ეს ძალიან ცუდია. წინ კი არის დიდი სივრცე, მაგრამ ჭერზე უკვე აღარ არის ადგილი დარჩენილი საერთოდ. ნახეთ აქ რა განსხვავება არის. წაღან რაც თქვით ძველ CLS-ში მხოლოდ 2 ადამიანისთვის რო იყო ნამდვილად გათვლილი, იმიტომ რომ შუაში უკვე ბარი იყო განთავსებული და ფიზიკურად ვერავინ ვერ დაჯდებოდა და ეს გადაბმული იყო ეს 2 ბარი, ასე ვთქვათ. აქ ეს უკვე გაუქმებულია. მართალია, სავარძლის აგებულება ისეთია, რომ მაინც გვანახებს, რომ 2 ადამიანისთვის არის გათვლილი, მაგრამ მაინც ყოველ შემთხვევაში დატოვებული აქვს ეს მესამე სივრცე და ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმას, რომ CLS-ი არ არის უბრალოდ სპორტული მანქანა, აღარ არის. ეს არის ჩვეულებრივი საოჯახო სედანად არის გადაქცეული. ბარი გვაქვს აი აქ სადაც ძალიან პატარა სივრცე არის და ჭიქის ჩასადებები ასეთი უცნაური ფორმის რომელიც პირველად ვნახე ეს კლასის კუპე რო გადავიღეთ ძალიან ადრე თუ გახსოვთ ვერ ვხვდებოდი აქ ჭიქა როგორ უნდა ჩამედო და მე მივხვდი ჭიქა იჭერს თვითონ თავის თავს და აქ არის კიდევ საფერფლე აქაც ქონიათ 2018 წლიან მანქანაში რატოა საფერფლე და დამატებული არის უბრალოდ USB პორტი მეტი არაფერი კომფორტული ნამდვილად არის სავარძელი ისეთი ფორმის არის ძალიან კომფორტულია უბრალოდ აი დაახლოებით 175 სანტიმეტრის მქონე ადამიანმა იმგზავროს აქ უფრო მაღალი ფიზიკურად ვერ დაჯდება ეხლა გადავინაცვლოთ უკვე ძღოლის ადგილას დავიწყოთ ჯერ ძველი თაობით მერე ახალი თაობით ვნახოთ როგორი სალონი აქვს შევადაროთ და რა თქმა უნდა მართვაშიც გამოვიცადოთ. ეს კლასის კუპე რომ გადავიღეთ, ეხლა შეგრძნება მომხო ზუსტად იმ ავტომობილში ვზივარ, მაშინ რა მანქანაც ყავდა, იმიტომ რომ აბსოლუტურად იდენტური სალონი აქვს.
ანუ გვხდება ზუსტად ყველაფერი ის, რაც აქვს ხოლმე თანამედროვე Mercedes. ეს მაჩვენებელთა დაფა, აბსოლუტურად ყველაფერი არის გაციფრულებული, რა თქმა უნდა. ღილაკები მინიმალური რაოდენობით არის გამოტანილი, იმიტომ რომ ყველაფერი უკვე სენსორზე არის გადასული და აი მართვში როგორი არის, იცით? შეგრძნება არ მაქვს საერთოდ რომ სპორტულ ავტომობილს ვატარებ რა. აი იმდენად რბილი არის და იმდენად კომფორტული სამართავი, რომ ჩვეულებრივი ეს კლასი არის, აი ბიზნეს კლასი არის, კლასიკური ავტომობილი, რომელიც განიჭებს უბრალოდ კომფორტს და მეც არაფერს. რა თქმა უნდა, აქვს სპორტ რეჟიმის და თუ გადართავთ შედარებით სპორტულად მოძრაობაც შეგიძლიათ, მაგრამ მაინც ისეთი არ არის, როგორიც იყო ზოგადად ძველი CLS-ი ხოლმე, იმიტომ რომ ის ბევრად უფრო ისეთი ველურია, ასე ვთქვათ, ვიდრე ეს ავტომობილი. აი მართლა რაღაცნაირი გაზრდილი ადამიანივით არის რა დროთა განმავლობაში უკვე ეს სიგიჟეები რომ გადაუვლის და დამშვიდდება და აღარ ექსტრემალურ პირობებში აღარ ხვდება ხოლმე და ექსტრემალურ მოძრაობებს აღარ აკეთებს. ძალიან კომფორტულია მძღოლისთვისაც, იმიტომ რომ ერთხელის გაწვდენაზე აქვს აბსოლუტურად ყველაფერი. აი ესთეტიკის ზენიტია ამისი სალონი, იმდენად ლამაზია და საერთოდ აღარ გიქმნის მართლა იმის შეგრძნებას, რომ რაღაცა სპორტულ მანქანაში სიხარ, როგორც იყო მაგალითად ძველი CLS-ების შემთხვევაში. აი აქ რომ ჯდები, მართლა იმის მოთხოვნილება გიჩნდება, რომ რაღაცა მშვიდად, წყნარად, რბილად ატარო მანქანა კომფორტულად, ზედმეტი მოძრაობების გარეშე. მოდი ცოტა მივადგათ, ეხ გადმორთავ მაინც მოდი სპორტ პლუსში. და მაინც ჩავეჭერთ და ნახოთ როგორი. არანაკლები აჩქარება, გინდა ვთქვა. ეს არის ის მომენტი, აი ეს დაღვინებული ადამიანი, ცოტა ისეთი ახალგაზრდული სიგიჟეები რომ მოუვლის და მოდი ცოტა ჭიას გავახარებ და ახალგაზრდობას გავიხსენებო, აი ეგეთ შემთხვევებისთვის აქვს გათვალისწინებული აი ეს მოუდი რომ ადგეს და გადართოს და ჩააჭიროს. არა, მაინც იმას იძლევა რაღაცა. თლად ეხლა ისეთი ძველი CLS როგორც აქ ეგეთი ხმა და მოწყვეტა არ აქვს, მაგრამ მაინც რაღაცა იმას გაგიხარებთ რა, ის მომენტალურად რომ გაიევებს თქვენში იმის სურვილი და წყურვილი, მაგას დაგიკმაყოფილებთ. არა, კარგი მანქანაა ნამდვილად, ანუ ცუდი რა ნამუსით უნდა ვთქვა, იმიტომ რომ ვიზუალურად ლამაზია. პრეტენზია მე მარტო იმაზე მაქვს უბრალოდ, რომ აბსოლუტურად ყველასნაირია, თორემ იმაზე კი არ მაქვს საუბარი, რომ არ არის ლამაზი. უბრალოდ ცუდი ის არის, რომ ის თავისი ინდივიდუალიზმი დაკარგა, თორემ მართლა ძალიან ლამაზია. სალონზე ხო საერთოდ არაფერს აღარ ვამბობ, ანუ თეთრი სალონი ზოგადად ცოტა ისეთია რა, პრეტენზიული ფერი არის, ნაკლებად რომ ყველას მოეწონოს, მაგრამ ძალიან ლამაზი თეთრი ფერი არის. როგორც გითხარით, აი უზომოდ ესთეტიურია ყველაფერი და მთლიანად ჩვენს კომფორტზე მორგებული. უბრალოდ აი ეს თემა რომ ოდესღაც CLS-ი რაც იყო, ისეთი აღარ არის. თავისი ხასიათი შენარჩუნებული აღარ აქვს და ჩვეულებრივ Mercedes-ის სედანად იქცა, აი ეგ არის უბრალოდ გულდასაწყოთი. მეტი არაფერი. ეს არის ჩვენი ძველი CLS-ის სალონი, თავისი სახასიათო გარეგნობით. აი ზუსტად ეს სამგანყოფილებელი მაჩვენებელთა დაფით და პატარა ეკრანით და უამრავი ღილაკებით. ეხლა დავგძრათ და წავიდეთ. ეს მანქანა გახლავთ 4.7 ბიტურბო, რომელსაც ქარხნულად უწერია 408 ცხენისძალა, თუმცა როგორც ამბობენ, Mercedes-ის ქარხანა არასწორ ინფორმაციას წერს ოფიციალურად, რეალურად აქვს ბევრად მეტი ცხენისძალა და შეგვიძლია აი ახლა გამოვცადოთ. გადავრთოთ რეჟიმში, ახლა გვაქვს ეკოში და გადავიტანოთ სპორტში. აი ესე, თუმცა მენუალში შეგიძლიათ გადაიტანოთ, ამას დაინახავთ ალბათ, ხელზე აქვს სიჩქარეები, ახლა გავსწორდები და შეგვიძლია ნახოთ მისი შესაძლებლობები. 1, 2, 3. ანუ
მიუხედავად იმისა, რომ უცურება არის ჩართული, ტრაკი ისე წაიღო, რომ თავიდან ძალიან შემეშინდა. სასწაული აჩქარება აქვს. აი ეს არის ნამდვილი CLS-ი, რასაც უნდა გქონდეს, აი ესეთი აჩქარება, რისთვისაც არის შექმნილი, რა ხასიათიც აქვს, რა სულიც უდგას. ძალიან საშიშია. ძალიან მაგარი რა აქვს, იცი, აი კიდე რაზე ეტყობა, რომ აი თავიდან ბოლომდე სპორტული სული აქვს. მოსახვევში აი ეს ადგილები, ეს ბალიშვები, ასე ვთქვათ, იბერება, მაწვება და მიჭერს, რომ არ გადავიხარო და მაქსიმალურად კომფორტულად ვმართო სპორტულად. ძალიან მაგარია. ჩვენი ვიდეო ამით დასრულებულია. როგორც დასაწყისში იხილეთ, ორი განსხვავებული სიუჟეტი გაჩვენეთ, ორი ეპიზოდი, სადაც სრულიად სხვადასხვა ადამიანების ცხოვრება იყო, ასე ვთქვათ, წარმოდგენილი. ლიტერატურულად რო ვთქვათ, გავაპიროვნეთ ჩვენ ეს ორი მოდელი და აი ესე შეგვიძლია რომ ჩამოვაყალიბოთ საბოლოოდ, რომ ძველი CLS-ი არის უფრო აი ახალგაზრდა ადამიანი, რომელიც სისხლი უდუხს და აი ძალიან ევასება ეს სპორტული მანქანები, გაზაობა და ასე შემდეგ და ახალი CLS-ი არის უკვე რაღაცა გაზრდილი, დაღვინებული, საქმიანი ადამიანი, რომელიც უბრალოდ დადის სამსახურის სახლის საქმიანი შეხვედრებით და ერთადერთი, რასაც მოითხოვს თავისი მანქანისგან და Mercedes-ისგან არის ის, რომ იყოს კომფორტული და ლამაზი. როგორც იცით, გათამაშება გვაქვს, ამიტომ კომენტარებში დაწერეთ თქვენ რას ფიქრობთ ამ ორ ავტომობილზე, თქვენ რომელი უფრო მოგწონთ. მე მაინც ვიხრები იმისაკენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეს მანქანა არის ულამაზესი და უკომფორტულესი, CLS-ი, ნამდვილი CLS-ი არის მაინც ეს პირველი და მეორე თაობა. დაგვიწერეთ თქვენი აზრი და იცოდეთ, რომ ყველა კომენტარი არის მომგებიანი. აბა დროებით მომავალ შეხვედრამდე.